გამარჯობა, ნინი, როგორ ხარ? კარგად, ნატაშა, როგორ ხარ? მეც კარგად. ვემზადები ახალი ეპიზოდის ჩასაწერად და ესე რაღაცა იმის. აფორიაქებული ვარ ცოტა და მომწონს. მესამე პოდკასტია ჩვენი, როგორც აჰა. მახსოვს. კი, ესე მესამე დასაშორებად, ეპიზოდია. თორე ისე ბევრია. ხო, ეს მესამე ეპიზოდია და რაზე ვწერთ? მოდი დავიწყებ მე. რაზე ვწერთ? იმიტომ რომ დაიწყე. რაღაცა ჩემი ინიციატივით იყო ამ თემის არჩევა და თან ანუ ჩემი ინიციატივით ოღონდ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მეორე ეპიზოდს ვინც უყურეთ, ერთ-ერთ მომენტში ვახსენებ, ნინი მეკითხება Google Search-ზე კითხვას, რა იყო ჩემი ბოლო მოძებნილი რაღაც Google-ში და მანდ ვახსენე AI, ხელოვნური ინტელექტი და აღმოჩნდა, რომ ხალხს აინტერესებს რა არის ხელოვნური ინტელექტი და როგორ უნდა გამოვიყენოთ და რა უნდა გავაკეთოთ აქ. ხო და ამიტომაც ანუ ვიღაცებთან საუბრისას ამოიწია ეს თემა და მეც მეთქი მოდი ნინი ხელოვნურ ინტელექტზე ვისაუბროთ დღევანდელ ეპიზოდში თქო. ნინი, შენ რას ფიქრობ ხელოვნურ ინტელექტზე? მე შინია. შიში მაქვს ხელოვნური ინტელექტის, იმიტომ რომ ისე სწრაფად განვითარდა, მოკლედ, ბოლო წლებში ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ცხოვრებაში, რომ აი ფილმებიდან დაწყებული ერთი ფილმი მახსენდება, რობოტი რო არის რობოტს რო შექმნის და მე ეს რობოტი რაღაცა ნამდვილ ადამიანად რო გადაიქცევა და რაღაცებს რო თხოვს და რაღაცებს რო აკეთებს. ძალიან ისეთი იყო. შთამბეჭდავია, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტი ჩემთვის, თუმცა აი რო გითხრა, რომ რაღაცა სამომავლო პერსპექტივაში ბედნიერს მხდის იმაზე ფიქრი, რომ ხელოვნური ინტელექტი ძალიან ბევრ რაღაცაში ჩაგვანაცვლებს, მაინდა-მაინც არ მომწონს. მაგრამ Black რას Mirror-ი ვიზამ? გაქვს ნახე? ბოდიში, მაგრამ Black Mirror-ი. კი, ერთ-ერთი შიშები მაქედანაც მოდის. ნეტა არ ხო, მეყურებინა. ხო, ანუ მარტო ფილმზე არა, იმიტომ რომ სხვათა შორის მე შევწყვიტე მე რაღაც მომენტში Black Mirror-ის ყურება, ბოლო სეზონი არ მაქვს ნახე, იმიტომ რომ ცოტა მივხვდი, რომ რაღაცა მიძინებულ შიშებს მიღვიძებს მე სხვათა შორის. მაგრამ ხელოვნური ინტელექტის ეგრეთ ძალიან არ მეშინია. რაღაცნაირად მე შემოვიყვანე ჩემ ცხოვრებაში. ზე ვიღაცამ რო ჩემი ისტორია ნახოს მთელ ჩემ ცხოვრებას გაიგებს ბოლომდე უკვე. მაგრამ და სხვათა შორის მაგალითაც მაქვს ნაფიქრი, აი რა უნდა გავუზიარო, რა არ უნდა გავუზიარო. მაგრამ ისეთ საკითხია რა. კი, აი სურათების ატვირთვაზე თავიდან რო დავიწყე გამოყენება, აი სურათების ატვირთვაზე ძალიან ფრთხილად ვიყავი რა, არ ვტვირთავდი სურათებს, მაგრამ მე კი სოციალურ ქსელში ყველგან ყველაფერი მაქვს ატვირთული და რა ვიცი აბა რა აზრი აქვს. მაგრამ ხო, ნუ რაღაცა ეგეთიკური ამბებიც მაწუხებს ხოლმე მეც. გახსოვს ისე რა მომენტში შემოიჭრა ესე? უცებ. ანუ აი როდის იყო ეგ გარდატეხა? ესე არ მახსოვს, მაგრამ ერთი მომენტი მახსოვს ყველაზე კარგად, რამდენიმე წლის წინ იყო, რაღაცა ინგლისურად უნდა დამეწერა მეილი. არ მახსოვს learning-ვილის პერიოდი იყო და მგონი რაღაცებს ვაკეთებდით და მეილი თუ რაღაცა უნდა გამომეყენებინა და ვიღაცა მითხრა, რომ გამოიყენეო AI-ო, ChatGPT, არ ვიცი იყო თუ არა. მოკლედ არა აქვს მნიშვნელობა AI. ისმის? მე გითხარი რომ გამოიყენე თქო, აქ იყავი, ჩემთან იყავი მაშინ. აი გამისკენ ამეთქი თან ყურიდან ეს ვარდება და შიშები მაგ და ეხა თუ ხმა დაიკარგა. აი ჩემთან იყავი მაშინ და მე გითხარი, მე ეგრე მახსოვს. ძალიან კაი, მადლობა ნატა, რომ კიდე ერთხელ შემახსენე ჩემი საშინელი მეხსიერების შესახებ და რაღაცა მახსოვს რაღაცა ჩავაგდე დრაფტი და ისე კარგად დამიწერა, რომ მე შევჯექი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და ბევრ რაღაცაში მეხმარება მოკლედ, მიადვილებს ცხოვრებას მარტივად რო გითხრა. გარდა მაგისა, მე არ ვიცი მაგას რაღაცა დიაგნოზი ქვია თუ რაღაცა თავი რო აქტივდება, ან რაღაცა წინა ეპიზოდში ყურის ბიბილოზე რო იყო, მეც მაგ მიმართულების ადამიანი ვარ, რომ სერჩავ რა სიმპტომებს და მე იმის მიხედვით მივდივარ ექიმებთან. კი არ მჯერა იმის კონკრეტული რაღაცა დაავადება რო შეიძლება მჭირდეს, მე უფრო სიღრმეებში შევდივარ და ექიმებში ვიკრიბ. სხვათა შორის ახლა მაგაზე გამახსენდა,
რამდენიმე დღის წინ ნიუსი წავიკითხე, რომ ერთ-ერთი ქალბატონი აი ზუსტად AI-მ გადაარჩინა, რომ რაღაცა თავი ტკიოდა თურმე და რომ გამოიკულია, წავიდა ხან რა ანალიზი აიღო, ხან რა ეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად, არაფერი არ გჭირს. და მერე ChatGPT-ს თუ რაღაც ნებისმიერ სხვა არ ვიცი რომ AI-ს მიწერა, სიმპტომები მიწერა ესე დეტალურად და იმან მოწერა, რომ მოდიო ეს ანალიზიო აიღეო. არ ვიცი რამდენი მოდი ეს ანალიზი იყო, შინაარსი მასე იყო და წავიდა ის ქალბატონი და მეორე თუ რაღაცა ისეთი სტადიის სიმსივნე აღმოაჩნდა, რომელიც რაღაცნაირად გამოსწორებას ექვემდებარებოდა რა და მაგ მხრივ ცოტა მეიმედება და მაგ მხრივ ცოტა სამომავლო პერსპექტივაში სამომავლოდ მაგაზე ფიქრი ბედნიერს მხდირს, რომ არსებობს რაღაცები, რაც ადამიანის გონიერებას twin შეიძლება რაღაცა უცებ არ გაახსენდეს და ამან პირდაპირ ბახ და მაგარი რაღაცა დასვას, ასე რომ მაგ მხრივ არ მეშინია. იცი რა არის? აი მე როგორც გამოცდილი Google-ავი და AI-ის გამომყენებელი ორივე, იმიტომ რომ ორივეს ძალიან აქტიურად ვიყენებ და Google-ზე ხა მართლა შევამცირე. აი, იმიტომ რომ მეც ყველაფერს ვეძებ რა, ანუ აი რაღაცა რომ ტკივა, მაშინვე ვეძებდი. და განსაკუთრებით აი ორსულად რო ვიყავი ახლა შარშან მაშინ დასაწყისში და Google-ის პასუხები ბევრად უფრო შემაშფოთებელია. ანუ Google-ის, იმიტომ რომ Google-ში რასაც ეძებ, ანუ ხო ყველაფერს გიყრის მსგავს რა, ანუ ვერ ფილტრავს, არ ფილტრავს რა ამ ინფორმაციას და AI-ს რასაც დავაკვირდი, საკმაოდ ფრთხილად გაწვდის ამ ინფორმაციას რა. ანუ თვითონაც გეუბნება, რომ ანუ ყოველთვის გადაამოწმე. არ ვიცი, შეიძლება მე და მამუღამა უკვე ჩემზე იცის, რომ უნდა მითხრას, მაგრამ აი რაღაცა თუ არის, აი გირჩევ, რომ მოდი წადი მაინც ექიმთან გადაამოწმე. თუ რაღაცა უფრო გამძაფრდება ტკივილი, მოდი მერე წადი, მაგრამ ეხლა შეგიძლია ეს ცადო. და ანუ ძალიან ან მე რაღაცა მომენტში ორსულობის დროს შევთანხმდი ჩემ ქმართან, რომ Google-ს აღარ ვეხებოდი. იმიტომ რომ რაღაცა მიყოლებით სამჯერ ესე უაზროდ წავედი ექიმთან, იმიტომ რომ Google-ავდი იყო საშინელი სიმპტომები და რაღაც კოშმარი. და მე ნუ AI-სთან კითხვა მაგაზე დავითანხმე, რომ ეგ შემეძლო. AI-მ საკმაოდ უფრო მშვიდად გამატარებდა მთელი ორსულობა ვიდრე Google-მა. და მაგიტომაც მგონია, რომ ბევრად უფრო ისეთი არის რა, სტაბილური. თუ აი როგორ თქვა, ხო, ანუ უფრო გიფრთხილდება რა ემოციებსაც, შეიძლება ცოტა საშიშად ჟღერს, მაგრამ ადამიანურ ემოციებს უფრო მეტად ითვალისწინებს. ახლა Google-ში არ გაქვს, ანუ პირდაპირ გიგდებს და შენ უნდა გაფილტრო. და აქ ცოტა მაინც დახვეწილ პასუხებს გაძლევს. სამსახურში იყენებ? სამსახურში ვიყენებ სხვათა შორის ამას წინათ რაღაცა ტრენინგ მოდულის მცირე დაგეგმა მჭირდებოდა იდეების თვალსაზრისით და გავიჭედე ერორი მქონდა და მოდი ახლა ამას ვკითხავ და ისეთი რაღაცები მითხრა სხვათა შორის არ ვიცი დამთხოვა იყო თუ არა მე და ჩემი თანამშრომელი ვსაუბრობდით რომ ტრენინგი რაღაცით გაგვეხსნა რა ენერჯაიზერით რაღაცა კონკრეტული ენერჯაიზერით და ამას ვკითხე რომ ეს ამ თემატიკის ტრენინგია და ხოლმე შემომთავაზებდი რაიმე ენერჯაიზერს აისბრეიკერი იყო როგორც მახსოვს და ზუსტად ის აისბრეიკერი დაწერა პირველი, რომელზეც ჩვენ საუბრობდით 2-3 წუთის წინ წუთით ადრე და არ ვიცი დამთხოვა იყო თუ არა Facebook-ზე ხო ამბობენ რომ რაღაცას რო საუბრობ ვიღაცასთან მე ის რეკლამები ამოდის, არ ვიცი, მთლად მასე არ დამიტესტავს, მაგრამ რაღაცა ისეთი იყო, შთამბეჭდავი იყო, გაგვიხარდა არა და უბრალოდ დამთხოვა რო ყოფილიყო. მე აღარ დამიტესტებს, მე ხო მეშინია მაგათი და. იცი რა არის ხო, ანუ ეგ რეალური არის ეგ cookie setting-ებს, cookie ხო იცი რაც არის? Cookie setting-ებს როცა ანუ რო გიგდებს ყველა საიტზე, მაგას თუ აექსეპტებ და რეალურად უმეტეს საიტზე გიწევს რომ დაეთანხმო, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ვერ აკეთებ, კი, შედის, თუ წაიკითხავ მაგებს, შედის რომ შეუძლიათ რომ ანუ მოგისმინონ და ისე მიიღონ ინფორმაცია. და ამიტომ ეგ არ არის მითი, ანუ ისმენენ რეალურად რაღაცები ესმით. ანუ არ გინახავს ერთი ვიდეო ვნახე ამასნად და ბევრი არის ეგეთი რა. გოგო მაიყო და ქმრის ტელეფონში რაღაცა რანდომ სიტყვების ძახილი დაიწყო ესე რა, გამოიტანა ქმრის ტელეფონი და ახლოს ჩასძახებდა რაღაც სიტყვებს. და მე იმ სიტყვებზე უგდებდა რეკლამებს და ეს ბიჭი გამოვიდა ძალიან გამოშტერებული რომ ვაიმე რა ხდებაო, რატომ იყრისო. ნუ ხა მე არ დავიტესტავს პირადად და ანუ 100%-ით ვერ ვიტყვი რომ ეგრეა, მაგრამ მე მგონი
ეგრე ხდება. ხო, ეგ ალბათ ძალიან ასწორებს, რომ ვიღაცასთან ერთად რო ცხოვრობს, პარტნიორი რო ყავს და რო გინდა რომ დაბადების დღეზე რაღაცა კონკრეტული რამე გიყიდოს და მეორე ოთახში რო გადიხარ და ესე ეუბნები, რომ რაღაც არ ვიცი რამე და ტელეფონი ან რაღაცა ყავის მანქანა. აპარატი ან რაც ფეხსაცმელი, ხო რა, შენ უკვე სხვა advanced დონეზე ხარ მანქანა. მაგრამ მეგობრებო, ვინც გვისმენთ, აგერ ნინიმ ჩამოაყალიბა რა საჩუქრები უნდა დაბადების დღეზე. ჩამოთვალა ტელეფონი, ყავის აპარატი. თქვი ხო, რაღაცა ის ქვეცნობიერად წამოვიდა, ტელეფონი არ მინდა. ტელეფონი ნატას უნდა მგონი ძირითადად, რა, იმიტომ რომ ჩემი ტელეფონით ვიღებთ გადავიღეთ პირველი ორი პოდკასტი და მგონი ნატა შეაწუხა ჩემი ტელეფონის ხარისხმა და მე თუ მაჩუქებთ ტელეფონს, ნატა ძალიან ბედნიერი დაგვრჩებათ, რაღაცა 2-1-ში გამოვა, თუ 1-2-ში. ეს გადახვევა საჩუქრის და დავუბრუნდეთ ხელოვნურ ინტელექტს. ხო, ან სამსახურში მეც ძალიან ხშირად ვიყენებ უკვე. და მე მახსოვს ზუსტად, როდის შემოიჭრა ჩემ ცხოვრებაში ინტერნეტი, მაშინდელი უფროსი ვინც ყავდა, თან ახლა ვიტყვი, იმიტომ რომ უცხოელია და ამას არ მოусმენს. ცუც კი არაფერს ვიძახმა. ანუ ასაკიანი ტიპია რა და ჩვეულებრივად შემჯდარია ხელოვნურ ინტელექტზე. ოღონდ ანუ არაადეკვატურობაში გადადის უკვე რაღაც მომენტში რა. სიმღერებს აწერინებს და მე ამ სიმღერებს ასმენინებს ყველას. ChatGPT-ზე არის განსაკუთრებით დამოკიდებული და ანუ ჩემმა სხვა თანამშრომელმა მომასმენინა ახალგაზრდა გოგოა რა სიმღერა დააწერინა ამ გოგოს დაბადების დღისთვის. და იცი რა არის იცნობდე როგორი ტიპაჟი არის, ცოტა კრიპია რა. რას რო გიქსავს. და ვერ მივხვდი როგორ აწევს რაღაცა სიტყვებს წერს. ეუბნება რომ აი ეს გოგო არის ამდენი წლის, ჩამოვიდა ამ ქვეყნიდან, ცხოვრობს აქ, ამდენი წელი გაატარა, აი რაღაცა ისტორიას უყვება ამ ადამიანზე. ბუსუსი გადამწდა. და ისტორიას უყვება ამ ადამიანზე და მე ეუბნება რომ დამიწერე ამაზე სიმღერა. ანუ ეს სიმღერა არის ჩვეულებრივი სიმღერა, ანუ ტექსტით, ან ტექსტი იყო რაღაცა 3000 კილომეტრი გამოიარა და ბუდაპეშტში ანუ აი ეს ანუ ყველაფერმა მისი ის დაკარგა, ხო, ეხა ვიღაცა რომ მომადგეს ფიალებიც ხელში, ცეცხლ წაკიდებული და რაღაცა ლექსი რო წამიკითხოს ან სიმღერა რო იმას ქნას, მიმღეროს ეჭვი უნდა შემეპაროს მის ნიჭიერებაში, ხო? კი, იმიტომ რომ ნუ ქართულად ცოტა უჭირს ლექსების წერა, დატესტილი მაქვს ეგ. ქართულად ცოტა რაღაცა რითმებს და იმებს კარგად ვერ წერს, მაგრამ ინგლისურად ძალიან კარგად წერს ყველაფერს, იმიტომ რომ ინგლისური მისი პირველი ენაა, ესე ხო იცი, პირველ ენასთან ყველას. მაგრამ სწავლობს, სხვა ენებსაც სწავლობს. და ხო, ნუ ამ უფროსიდან გამომდინარე, მეც დავინტო რომ მუდმივად ამაზე ლაპარაკობდა რა, ამ ხელოვნურ ინტელექტზე, რომ ყველაფერს ხელოვნურ ინტელექტს აკეთებინებდა. და ოღონდ დაკარგა ამან ზღვარი. ანუ მაგიტო ვამბობ ამას, იმიტომ რომ ანუ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ეს ზღვარი, რომ ვიცოდეთ. აი რაღაცა ძალიან არაოფიციალურ სიტუაციაში მეილებს იწერებოდა, აი შენც ახსენე მეილებს იწერებოდა, რომ აი რავი, პრეზიდენტი რო მიწერს მეორე პრეზიდენტს, ეგეთი ფორმალობის იმეილს რა და ძალიან აი მაგალითად რაღაცა კომენტარის გაკეთება უნდოდა და ისე უხეშად გამოვიდა ეს იმდენად ფორმალური გააკეთა, რომ ისეთი უხეში გამოვიდა, რომ მე ცოტა პრობლემებიც გამოიწვია ამან რა და ერთი ის არის ჩემი აზრით და ჩემგანაც თავი რჩევა, რომ ხელოვნური ინტელექტიდან პირდაპირ არ უნდა გადმოვაკოპიროთ ყველაფერი, რასაც გვეუბნება. ყოველთვის დავსვათ კითხვის ნიშნები. ანუ არ ნიშნავს, რომ რაღაცას რო გვიმზადებს და რაღაცას რო გვიკეთებს, არ ნიშნავს, რომ ის ყველაფერი პირველ რიგში 100%-ით სანდოა და მეორედ 100%-ით შეგვიძლია ისევე გამოვიყენოთ. და ჩემი აზრით ზოგადად ანუ ინტელექტია, ხო? ანუ ადამიანის ცოდნაც ხო კითხვის ნიშნის ქვეშ არის და ეს ხელოვნური ინტელექტით საიდან იღებს ინფორმაციას? დიდი და რაღაცა მონაცემთა ბაზებიდან და ყველაფრიდან, რაც ადამიანების ცოდნა უბრალოდ უფრო სწრაფად აქვს ამ ყველაფერს. ანუ გაუმჯობესებული გონება არის ადამიანის ჩემს თვალში. კი, ბევრი რაღაცის აჯენდა შეიძლება რომ გაგიწეროს და ახლა მე ისე ტრენინგების ირგვლივ ტრიალებ, მე არ გამომიყენებია, თუმცა ერთი საიტი არსებობს, სადაც ასე შინაარს რაღაცას ჩაყრი, მიუთითებ რა ფორმატში გინდა, რა ვიზუალიზაცია გინდა, ყველაფერს უწერ და მე PowerPoint-ის ვერსიას გიგდებს. ვიდეო მაქვს უბრალოდ ნანახი როგორ აკეთებს. მე თვითონ არასდროს არ დამიტესტავს და ეგეც შენ მითხარი? ისე გაგეცინა. არა, ეგ მე არ მითხავს, მაგრამ ხო ბევრი არის საინტერესო რაღაც წამოჭერი ჩემი აზრით ახლა.
მაგ თემაზე, იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტი, ანუ ხა ChatGPT-ს ვამახვილებ, იმიტომ რომ მე ამას ვიყენებ ყველაზე აქტიურად. რაღაცა პერიოდები მაქვს ხოლმე, რომ აი სხვა რაღაცას დავიწყებ, სხვაზე გადავერთვები, მაგრამ ბოლოს ისე ამასთან მოვდიო, რატომღაც ყველაზე კარგი არის ჩემთვის. მაგრამ ხო, რატო? პრეზენტაციების რა მგონია რომ ყველაზე რაღაცა არ პასუხებს ეს მცემს რა და თან გეტყვი კიდე უკვე დაიმახსოვრა ჩემი ინფორმაცია რა და აიცა? ხო. მცნობს ოკეი. ცნაურია ეს ამბავი მაგრამ მცნობს რა და ჩემზე მორგებული პასუხების გაცემა შეუძლია და შეგვიძლია დავტესტოთ ეგ თუ ახლა ვეძებ? ხო. აბა კი, 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 მე უბრალოდ ახლა იმას ვეძებ, რაღაცა კიდე ერთი AI გადმოვტვირთე და მგონი წავშალე აი მაშინვე. ხა მაგალითად ცნობილი ჩინური AI-ა. ხო ხო. მიდი არა, ჩინური AI უბრალოდ არ მახსოვს სახელი. ჩინეთშია უბრალოდ გაკეთებული. თორემ რა მითხრეს რომ ChatGPT-ზე უკეთეს პასუხებს და უფრო სრულყოფილ პასუხებს გაძლევსო და მე მეც შენი თქმის არ იყოს ძალიან ავირიე რა ხან ამას ვეკითხებოდი რაღაცებს ხან იმას ვეკითხებოდი და აი ცნობის თვალსაზრისით ჩემი ეს AI ChatGPT მართლა ცნობს რაღაცეებზე დავკვირვები ვარ უთქვამს რომ შენ რომ მკითხე ეს იქედან გამომდინარე გიპასუხო და მეთქი მე არ მახსოვდა ეგ ყველაფერი ხო, როდის ოღონდ ეგ ფუნქცია უნდა ჩაურთო, ანუ ეგ შეგიძლია ჩაურთო ან გამოურთო, ანუ დაგიმახსოვროს თუ არ დაგიმახსოვროს. ეგ ცალკე აქვს რა, სეტინგებში ცალკე შეგიძლია, რომ მიუთითო, ანუ თუ გინდა არ დაიმახსოვრებს შენ მიცემულ შეკითხვებს რა, შენ დასმულ შეკითხვებს და აბსოლუტურად დამოუკიდებლად გაგცემს ყველა შეკითხვას. თუ გინდა რომ ეგ სინქრონიზებული იყოს და ნუ ხო, ეგეც ეთიკურობის ამბავია რა და რაღაც მონაცემთა დაცვის ანუ როგორ უყურებ ამ საკითხს რა ჩემი აზრით ეგ არის აქ თავარი აი რამდენად გინდა რომ შენი ინფორმაცია მე ხო ისიც ხო ვიცით რომ ეს ინფორმაცია ზოგადად არსად არ ქრება ან ინფორმაციები ყველაფერი მაინც რო ეკითხები უკვე ის ინფორმაცია ენახება ამიტომ ხალხო არ დაგუგლოთ ადამიანის რა ვიცი ისეთი უცნაური შეკითხვები მე true crime-ებზე წავედი ყველაფერი უნდა მეკითხა და გავჩენთ ხო და მოდი ახლა შემოგთავაზებ რომ ერთი ესეთი რაღაც გავაკეთოთ აბა გამოუშვი მოვიფიქროთ მოდი ერთი და იგივე შეკითხვა რამე და მეც და შენს ChatGPT-ს ოღონდ რა მე ვახსენოთ სხვა რა AI-იც ვიცი ხო აი მეც გავხსენი და რა შეკითხვა დავუსვათ ქართულად დავუსვათ თუ ინგლისურად ხო ეგ კითხი არ ვიცი მოდი ქართულად ვკითხოთ ბარემ რადგანაც ქართულ ენაზე ვსაუბრობთ აი მაგალითად მივწეროთ რომ ხვალ მაქვს თავისუფალი დრო და რითი შემიძლია რომ გავერთო კაი მოდი რითი შემიძლია გავერთო კი არა უბრალოდ მოდი დაგვიგეგმოს ხვალინდელი დღე როგორ გავატარო მაქვს თავისუფალი დრო და ჩემი ინტერესებიდან ანუ მოდი კითხვა ერთნაირად დავსვათ ზუსტად ხვალ ჩამომიწერა დაიწყებ მიდი და დაიწყე და ან როგორც გინდა რა ვიცი სულ ერთია მაღვიძებს 8 საათზე მბანს უნდა დაიბანო მე სუნთქვიცი ვარჯიშები და მედიტაციაო მასია შენთანაც არა წაიკითხე და მე გეტყვი ძალიან საინტერესოა მე მეუბნება ჯანსაღ საუზმეს და მიხსნის რა არის ჯანსაღი საუზმე მე სიარული და მსუბუქი ვარჯიშიო გარეთო შუა დღეს მეუბნება რომ კითხვის დრო კითხვას დაუთმე დრო რამე სათავგადასავლო წაიკითხეო ან დოკუმენტური ფილმები ამას წიათ ვეძებ დოკუმენტურ ფილმს რაღაცა ვკითხე და უეჭველი ეგ გაახსენდა მე შემოქმედებითი ბლოკიო ხატე წერეო მუსიკას მოусმინეო და ფოტოები გადაიღებ აქ მაგრაშეც და საშინლად ვიღებ ფოტოებს მე ჭამეო და მე მაძინებს რომელ საათზე დაგაძინა 2:30-ზე 3:30-ზე მაძინებს მოიცა დღის 3:30-ზე ხო და მე მიშვებს მეგობრებთან და ოჯახთან შესახვედრად სადმე ბოტანიკურ ბაღში წადიო და მახსოვს რატო დამიწერეს ბოტანიკური ბაღი იმიტომ რომ რამდენიმე ხნის წინ მივწერე რა რაღაცა ბოტანიკურ ბაღში მაინტერესებდა ჩვენთან რა ხეები იყო
და მე მაჭმევს მე ისა რა ქვია ტელეფონის თამაშებს მათამაშებს ესეც მიწერილი მაქვს რაღაცა ვიკითხე და მე მსუბუქი გაწევებიო ეს მსუბუქი ვერ ხვდები რანაირად მსუბუქად რანაირად მე გავიწელო ისევ სუნთქვითი ვარჯიშები და მერეო შემიჯამეო შეაჯამეო დღეო რა თვით რეფლექსია გააკეთეო და მაძინებს 11-ის ნახევარს რომელზეც ისედაც ვიძინებ ნაის შენთან როგორია ანუ აი რო გითხარი რომ გაითვალისწინებს თუ არა მაინტერესებს თქო რა მაგარია გავითვალისწინებ შენს ინტერესებს მდგომარეობას და ოჯახის კონტექსტს ხვალ რომ დრო გექნება მოდი დღე ავაწყოთ ისე რომ ეს იყოს დატვირთული შემოქმედებითი და დამასვენებელი ჩავთვალოთ რომ ხარ სახლში მეუღლესა და შვილთან ერთად და გინდა დროის ოპტიმალურად გამოყენება მაგრამ ზედმეტი დატვირთვის გარეშე დღის გრაფიკი შინაგანი ბალანსი და შემოქმედება ეს დამირქვა დღეს მე მიწყებს რომ 8 საათზე მაღვიძებს მე ნელი დილა და ოჯახური დრო ანუ დეტალებს აღარ წავიკითხავ იმიტომ რომ ერთად საუზმე წერია მცირე დაჭიმვები და იოგა ჩემ შემთხვევაში მე გვაქვს წიგნის დრო და ინსპირაციული ბლოგი რომ წაიკითხეო წიგნიო ან უყურე რამე TED Talks-ო და ჩაიწერე 2-3 იდეა შენი პოდკასტისთვისო მე რაჟიმოტი იყო რა ები მელაპარაკა და შენთან რა ისა რა ქვია ინსპაირინგ გამოვიდა კაი მე 11-ის ნახევრიდან 12-მდე მამუშავებს ჩემ იდეებზე და კრეატიულ ბლოგზე მიმუშავე AI კურსზე ან პოდკასტის კონტენტზეო გააკეთე სცენარის მონახაზიო თუ გაწუხებს აზრების გაფანტვა გამოიყენე პომოდორო ტექნიკაო აუ რა მაგარია ეს პომოდორო ძალიან დიდი ხანია არ გამომიყენებია და შემახსენე ეგრაგარი სახელი მახსოვს რა არის და 25 წუთი მუშაობ 5 წუთი ისვენებ 25 წუთი მუშაობ 5 წუთი ისვენებ და ანუ ესე განო ფოკუსირებული რო იყო რა ხო არ ვიცი ეგ მე 12-დან პირველამდე მაგმიშვებს გზა გარეთ სასეირნოდ და ბავშვთან ერთად გარეთ ყოფნა ანუ აი ეს არ მიკითხავს არასდროს ეტლით სიმშვიდისთვის გარეთ ისეირნეო და ისეც მაგას ვაკეთებ ყოველდღე მე ერთობლივი სადილი და დასვენებაო არ არის საჭირო დაძინებაო მე არ მაძინებს ლინიშვა დღეს მე მაგეთებინებს ანუ ძალიან ბევრს მამუშავებს მე მგონი რაღაცა ძალიან ვორკოჰოლიკ აღმიქვამს ანუ არ მინი პროექტ ტაიმიო მე შეგიძლია იმუშაო რაღაც მინი პროექტზე რაც გაძლევს სიამოვნებას ფოტოები კანვა ან დაგეგმო მომავალი კვირის კონტენტ კალენდარი ხმები თავად მყოფი ვარ ახლა გებრიელი ყავა ან ჩაი მარტო ამ პარტნიორთან ერთად არანაირი ტელეფონი მხოლოდ საუბარი ან დუმილი მუსიკის ფონზე ანუ ამაზე საუბრობდით ისე ზუსტად და ეს სავარაუდოდ მან დედან წამოიღო რომ მეთქი ანუ როგორღაც მოვახერხოთ რომ ეხლა ბავშვის გამოც და ისეც ნაკლებით რო გავატაროთ ტელეფონზე და მეტი მე ბავშვის გართობა და ახალი სტიმულიო საღამოს რუტინა ოჯახისთვის ფილმი True Crime Story და პლუს ჩახუტებაო ესე დამიწე ვაუ ო რაღაცა შემეცნე ნახე კლასიკური არა ჰოლივუდური ფილმი ან დოკუმენტური ისეთი რაღაც რაც შენ გაინტერესებს და ბოლოს მეუბნება მე 10-ზე მაძინებს და მეუბნება რომ დღიურის წერა და ან რეფლექსია სამი რამისთვისაც მადლობელი ხარ ერთი იდეა მომავლისთვის და ერთი ემოციური გრძნობა რაც ეხლა გადაგაქვსო ვაუ ძალიან კაია ხო რაღაცა მართლა ხო არ მიუყვე ამის მაგრამ იცი არის ეხლა ანუ რაზეც საუბრობდით რომ ძალიან კარგად მიცნობს ანუ ბევრი და მისმენს თან რა მე დაგაცადოთ კი მაგიტომ ვიძახდი რომ ჩემი AI ამას მე ეს შეიძლება განსხვავდებოდეს რომ ტელეფონით იშვიათად ვეკითხები რაღაცებს მაგრამ აკაუნთი წესით ხო ერთს და იგივე უნდა იყოს კომპიუტერით ვსერჩავ ხოლმე რაღაცებს და კომპიუტერით ვეკითხებ იმიტომ რომ რაღაცა ძალიან საცუდავი ცხოვრება ამომიგდო რომ სულ chill და რაღაცა ისა არ ვიცი არა წესით არ უნდა განსხვავდებოდეს კომპიუტერი და ტელეფონი წესით არ უნდა განსხვავდებოდეს კაი ან პრობლემა ჩემშია მაგის გარდა კიდე სხვას რაებს იყენებ რა იმიტომ რომ მე ბაზარზე მაგას ვეკითხებოდი კი
მაგის გარდა კიდე მე მაგალითად ChatGPT-ის გარდა და იმ DeepSeek-ერი თუ რაღაცა ქვია, მაგის გარდა არასდროს ესე კითხვა-პასუხის რეჟიმში არასდროს არ შევსულ ვარ და შენ გქონია რამე სხვა გამოცდილება? Gemini გამომიყენებია, Google-ის არის. ანუ ოკეი. თან რა მომენტია იცი ჩემთვის ანუ სანამ ვიტყვი რომლებს ვიყენებ მნიშვნელოვანი არის რომ დიდ ინფორმაციას იღებდეს ეს რა ანუ იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი ანუ ინტელექტი როგორ სწავლობს ხო რაც უფრო მეტი ინფორმაცია შედის რა თქმა უნდა ეხა ბაზებში და რაღაც ანუ ბიბლიოთეკებში აქვს ცდომა მაგრამ ჩვენც ვასწავლეთ ანუ ჩვენგანაც სწავლობს და რაც უფრო მეტი ადამიანი იყენებს ჩემი აზრითაც და წესით ესე არის უფრო მეტად ჭკვიანი გამოდის ანუ უფრო ინტელექტუალურია ესე რომ ვთქვათ რა. ანუ რა თქმა უნდა შეცდომებიც და ერორებიც მეტია, იმიტომ რომ ბევრ სისულელესაც ვეკითხებით, მაგრამ ნელ-ნელა მერე ფილტრავს ამ ყველაფერს რა. და ამიტომაც მგონია რომ მნიშვნელოვანია ესეთი დიდი AI-ის გამოყენება, ხელოვნური ინტელექტის პროგრამის გამოყენება. ხო, და ამიტომ Gemini-ის ვიყენებ ხოლმე, მაგრამ Gemini-ის აი რაც არ მომწონდა და დიდი ხანია ისი არ გამომიყენებია არის დაკავშირება არ შეეძლო. ანუ აი ერთსა და იმავე ჩატში კითხვას რომ უსვამდი, წინა კითხვას ვერ აკავშირებდა ახალთან. შეიძლება რამე გააუმჯობესეს. ნუ ეხლა თან მე Samsung-ის მომხმარებელი ვარ, ზოგადად Samsung-ი მიყვარს. და ბევრ რაღაცაში Android-მა ჩააშენა ძალიან უკვე Gemini და Google-ის და ბევრ რაღაცაში, აი მაგალითად Translate-ში ავტომატურად ვიყენებ და ნუ ცუდი არ არის. კიდე Copilot-ი, Microsoft-ს აქვს Copilot-ი და ესეც, ანუ იგივენაირად რა მსგავსად. და ნუ ამათ ესენის გამომიყენები, ანუ მიკითხავს შეკითხვები, მაგრამ ჩემთვის ყველაზე კარგად საუბარში შევდივარ ChatGPT-სთან ისევ და ისევ. სხვა რომელი ვიცი, Claude ვიცი ერთი, ესეც მირჩიეს და მირჩიეს ქართული კითხვა-პასუხი შეუძლია კარგადო. და Claude მანდედან ვიცი. Firefly გამომიყენებია შეხვედრების ნოუთების ჩასაწერად, მიტინგების და ძალიან კარგად ანუ იდენტიფიცირება შეუძლია ვინ ისაუბრა, რამდენი ხანი ისაუბრა, ძალიან ბევრ კარგ რაღაცას გაძლევს და Firefly ძალიან მომწონდა. უბრალოდ მე ფასიანი ვერსია გახდა ის რაც მომწონდა. აი ეგ არის კიდე ცუდი რა, რომ აი ფასიან ვერსიებს გიგდებს, მე ცოტა რაღაცა რომ შეეჩვევი და მოგეწონება, მე უკვე ფასიან ვერსიაზე გადადიხარ და ეხა ეგრე იაფიც არ ღირს როცა ალბათ მაგათი მთავარი მუღამი. რომ ესე შეგაჯენენ და მე აბა ახლა უფასოდ რაღა გინდა და მე კი არის რაც არის. ხო, ანუ ერთი რაღაცაც რომ დავამატოთ ცოტა ისე ინფორმაციული სერიოზული კუთხით. ანუ ჩემი აზრით ხელოვნური ინტელექტი გახდა ყოველდღიური უნარების ნაწილი და მისი გამოყენება. ანუ მაგალითად კომპიუტერი და ინგლისური რო ეწერა ადრე ყველა რაღაცა სამსახურის მოთხოვნაში და მალე ჩემი აზრით ესეც გახდება რომ ხელოვნური ინტელექტი იცოდე როგორ გამოიყენო. იმიტომ რომ უზომოდ ბევრ რაღაცას აჩქარებს. ანუ ძალიან ბევრი რაღაცას. აი თუნდაც შენ როგორც ახსენე ტრენინგებზე მეც გამომიყენებია და ანუ გაქვს მზა და მისცემ და ეტყვი 9-დან 5-მდე გრაფიკი გამიწერე. აი ეს თემები, მაგრამ არა, მან არ უნდა დაგიწეროს თემები. შენ გაქვს უკვე გამზადები. წუთების, წამების, შესვენებების მიხედვით გაგიწერს ყველა თემას და ანუ დროებს რა, აი ხა შენ ხო იცი დროების განაწილებაც, ანუ უნდა ითვალო რომ აქედან აქამდე რომ აჯენდა გქონდეს. თუნდაც მაგის გასაკეთებლად, რავი, მე მაგალითად ჩემ სტუდენტებსაც ძალიან აქტიურად ვაყენებინებ. ანუ ვეუბნები რომ გამოიყენეთ, იმიტომ რომ მაინც გამოიყენებენ. ანუ აზრი არ აქვს. ჯო მირჩევნია რომ ჩემი ნათქვამით გამოიყენონ და მე ერთად გავარჩიოთ რაღაცები, ვიდრე იმათმა თავის რაღაცები, სისულელეები შეეკითხონ და მე არ იცოდნენ რეალურად როგორ უნდა გამოიყენონ. და ხო, მე ყველას ვურჩევ რომ რაღაცა ჩაუღრმავდნენ და ცადონ რა, ბევრ რაღაცას შეიძლება ძალიან გამოყენება. ხო, ეხლა კაი რაღაცა გამახსენე შენ ლექტორობაზე, რომ რამდენიმე მასწავლებლისგან რაღაცა Facebook-ზე გამიგია რა, წამიკითხავს, რომ შიშები აქვთ, რომ რაღაცა დავალებას რო აძლევენ მოსწავლეს, რომ ისინი რაღაცა ამ AI-ს კითხავენ და მე იქიდან დააკოპი პეისტებენ და მე ცოტა სხვანაირი აზრი მაქვს ამ ყველაფერზე. ჩვენ რო სკოლაში ვიყავით, ზოგადად საგანმანათლებლო სისტემა ძალიან შეცვლილი არის საქართველოში მათ შორის კი, იმიტომ რომ უფრო ანალიტიკაზე და სხვა მიმართულებით არიან და ძალიან ასწორებს. ეხლა გავიგეთ, რომ ვებხისტყაოსანი მაგარია, რომ იცის ეპირად, მაგრამ ჩემი აზრით უფრო მნიშვნელოვანია, რომ სიღრმისეულად გესმოდეს თითოეული რაღაცა სიტყვის აზრი, ვიდრე რომ დადგე და ჩააზეპირო მოკლედ კლიანი ერთი გვერდი და მე მგონია რომ რაც უფრო გადავა საგანმანათლებლო სისტემა იმაზე რომ
ბაზარი არა მიეცი რაღაცა დავალება იმ ადამიანმა AI-ს კითხოს, მე იქიდან ანალიზი გააკეთოს, მისთვის სასურველი ინფორმაცია ამოიღოს, თან ხო კითხულობს რა, რომ რაღაც დავალება რომ მიაქვს იმ მოსწავლეს მასწავლებელთან, ხო მინიმუმ და წაიკითხოს რა ებსებოდიალება ის AI, ხო? და მაგას მაშინ არ გააკეთებ, მაშინ დედები, მამები და ბებიები და ბაბუები წერდნენ, ხო, მაგ დავალებებს და პირდაპირ მზა მასალას და ახლა უფრო საინტერესოა ჩემი აზრით ამასთან ერთად ცხოვრება. უფრო ანალიტიკისკენ მივდივართ, ვიდრე ის რომ ვიღაცამ მზა მასალა მოგაწოდოს და გითხრას რომ მოდი ეს დაიზეპირე, ხვალ თუ კარგად გეცოდინება, მე 5-იანს არა, 5-იანი რანაირი რაღაცა. ვის რა სისტემაც აქვს რა, ეხლა რა მნიშვნელობა აქვს? 5-იანი ჩემ დროსაც არ იწერებოდა. ხო, 10-იანსა რაღაცა რა სისტემაც აქვს, იმას დაგიწერ, ასე რომ მაგ მხრივ მგონია რომ თქვენ აკადემიურ სივრცეში ვინებიც ხართ, არ უნდა შეგეშინდეთ მაგ ყველაფრის. ხო, არა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა აკადემიური სივრცეც და ძალიან აქტუალური თემა არის რა. ანუ ეხლა რაღაცა ევროკავშირშიც გაიდლაინებზე მუშაობენ, რეკომენდაციებზე, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ შეაჩერებ რა. ანუ ფიზიკურად გამორიცხულია იმ წინსვლის და იმ რაღაცა მოძრაობის შეჩერება, რაც მოიტანა ეხლა ხელოვნ. ან მაგიტომაც აი თუ გახსოვს თავიდან კითხე, რომ თუ გახსოვს თქო ეგ მომენტი. როდის დაიწყო? იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მახსოვს 2 წლის წინ ზაფხულში იყო. აი ეგ გარდამტეხი მომენტი, აი ესე უცებ შემოიჭრა. თან ჩვენ მაინც მგონია რომ ასეთ რაღაცებზე პირველები ვართ, ვისთანაც მოდის ხოლმე ესეთი ისინი, იმიტომ რომ სტუდენტები მაქსიმალურად ანუ ამ იმაზე რაღაცა გადაწერაზე და გამარტივებულ გზებზე ორიენტირებულ სიტუაციებს ეძებენ ხო სულ და ჩვენ პირველი გვიწევს ადაპტირება ამ ყველაფერს. მაგიტომაც ანუ ეხლა რომ შევდივარ ლექციაზე, ვეუბნები რომ ანუ იყენებ ჩვეულებრივად, ეკითხები, უბრალოდ მნიშვნელოვანი არის რა კითხვას უსვა, როგორ უსვამ ამ კითხვას და რა ინფორმაციას აწვდის შენ იმისთვის, რომ ამ კითხვაზე სწორად გაქცეს პასუხი. იმიტომ რომ ანუ აი სტუდენტებიც ვინც გვისმენენ ახლა დამიჯერეთ, რომ უმარტივესია იმის გარჩევა ხელოვნური ინტელექტით არის დაწერილი თუ ადამიანის მიერ, თუ კარგად არ დავსვამ შეკითხვას, თუ არ იცი როგორ უნდა კითხო. და თუ იცი როგორ უნდა კითხო, ესე იგი უკვე გესმის ის თემა და რაღაცები იცი. ანუ აი რაღაცა რომ ვასწორებ ხოლმე დავალებებს, აი ესე გადამიდია, ეს არის ხელოვნური ინტელექტი, ეს სტუდენტის, ეს ხელოვნური ინტელექტი, ეს ხდები ესე მარტივად? რა მაგარია. კი, თუ აქ copy paste საკეთებენ ინგლისურად და თუ აი არანაირი იმას არ უკეთე, ანუ არ ვიტყვი ახლა აი პატარა ტრიკებს, რაც შეგიძლია რომ გავუკეთო, ანუ არ გავდეს ძალიან რა. მაგრამ ხო, ანუ თუ ესე პირდაპირ კითხვა დავუსვა, რომ აი დამიწერე ახლა რავი ქალთა სახეები ვეფხისტყაოსანში. თუ ამას კითხავ, უბრალოდ ძალიან ისე დაგიწერს რა, რობოტულად რა. და თუ რაღაცა ცოტა ჩაახუჭუჭებს, საინტერესო რაღაცებს, აქცენტებს, შენ ეტყვი რომ აი ამაზე გამიმახვილე ყურადღება, ამაზე, მაგრამ ამისთვის რომ ეს კითხვა დასვა, მეტნაკლები წარმოდგენა უკვე უნდა გქონდეს რაღაცებზე რა, ესე თლად სუფთა ფურცლიდან ვერ კითხავ. კი, ეხლა იცი რა გამახსენდა, რომ მაგ ქალთა სახეებზე გადახვევას გავაკეთებ, რამდენიმე ჩვენი მაყურებლისთვის, რამდენიმე დღის წინ რაღაცებს გიგმავდით რა, რა თემებზე შეგვეძლო რომ საუბარი და თურმე ნატას ხუმრობით მოუწერია ქალთა სახეები ვეფხისტყაოსანზე ხوار გვესაუბრაო და მე გასული ვიყავი შემოვიდი და რამდენიმე წამიანი ერორი მქონდა რომ ხო კარგადაა რაღაცა რა ქალთა სახეები და მე კიდე კაი რომ სიცილის სმაილები მოაყოლე ასე რომ ისე ანუ ეხლა მე ხო ვარ ღირსი ახლა რომ დამაძალო რომ მართლა ვისაუბროთ. ვინც გვიყურებთ ეხლა აქამდე ვინც მოხვედით ძალიან მაინტერესებთ ოდესმე გიღადავიათ თუ არა ამ თემაზე ქალთა სახეები ვეფხისტყაოსანში იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის პირადად ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ანუ საკმაოდ გაცვეთილი თემაა იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ აწერინებდნენ ამაზე თემას და ძალიან ხშირად ვღადაობდით ანუ ვხუმრობდით ამაზე რა მაგრამ ზოგადად როგორც სათაური ჩემი აზრით ერთ-ერთი პოდკასტისთვის ძალიან კარგი იქნება. ოღონდ ეს არ ნიშნავს რომ მართლა ვეფხისტყაოსნის ქალებს ხო თქვი. მართლა ვეფხისტყაოსნის ქალებზე არ უნდა ვილაპარაკოთ, ისე ქალებზე ვილაპარაკოთ. რაღაც სამტრედიელ ქალთა სახეები თუ რა გინდა თუ ვეფხისტყაოსანზე აბა რაზე უნდა ვისაუბროთ? ალეგორია, ნინი, ალეგორია. ოკეი, უკვე შეიძლება, всё, მე დამაერო რა უკვე თავიდა. მე მაქვს შენთვის იდეა. ის ძალიან გამისწორდა, ძალიან მომეწონა, რომ ის რაღაცები ვკითხეთ. მართალია, მე ძალიან საცოდავი ცხოვრება აღმოჩნდა.
უმაძინებდა. დილით ადრე მაღვიძებდა, ადრე მაძინებდა, შუაში მაძინებდა და შუალედში აი კაი, რამე წიგნს თუ წაიკითხავ რაღაცა კარგი იქნება. მე და შენზე დაგვიწეროს მოკლედ ChatGPT-მ ლექსი. თანახმა ხარ? რაღაცები მივიწეროთ. ანუ მე ვწერ შენზე და შენ წერ ჩემზე. რაღაცის ფარგლებში, ხო, ნატა? იცი რა, ეგ შემიძლია შენ გითხრა ნინი, რომ რაღაცების ფარგლებში. კაი, დავიწყოთ. დაიცა სწორად გავერკვე, რომ მეც სწორი დავალება მივცი ამას, იმიტომ რომ შენ წეგან ძალიან სწორი რაღაცა თქვი, რომ რაც უფრო სწორად მისცემ დავალებას, მით უფრო მიიღებ იმ შედეგს, რაც გინდა, რომ ამან დაგიწერთ. მე ვეუბნები, ვუღწერ შენ იმას ხო, რა ქვია, პიროვნებას. არ მგონია რომ კარგი გამოვიდეს, მაგრამ მაინც შენ პიროვნებას და მე იმის მიხედვით შენზე მაწერინებს რამე ლექს. სწორად მივხვდი? კი. ანუ რო შევთანხმდეთ, საბოლოოდ რო შევაჯამოთ, რას ვაკეთებთ? ანუ შენ აღუწერ ჩემ თავს, ანუ ნატას, როგორი არის ნატა, რომ დაგიწეროს ამაზე ტექსტი და მე აღუწერ ნინის და დამიწეროს ამაზე ლექსი. ეს არის იდეა, ხო? კაი. კაი. მე მაგალითად შენი ლექსის სათაური უკვე ისე მომეწონა, რომ ყველაფრად ღირს, დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა. შენ დაიწყებ თუ მე დავიწყო? დავიწყებ, მოდი, იმიტომ რომ მართლა ნინი ისეთი ლექსი დაგიწერა. ლექსის სათაური არის ნინი. სამტრედიის მზიანი ვარსკვლავი. ოი, როგორი თავხედი ხარ. აი, მეგმართო ცუდად ვარ. სამტრედიიდან მზემ გამოჰყოს ხივი. ნინი, ვინც სიცილით ფრთხინავს ყოველთვის. ვეღარ გაშიფრავ, ვეგეტარიანელი, მაგრამ ლუდს არ გაატანს არასდროს. ცხოვრობდა ჩეხეთში, ხო და ნახა ბევრიც. მაგრამ გულში მუდამ ქართული ენის ხმაურია. ხო, რითმთან ცოტა კარგად ვერ არის ქართულ რითმთან. ნინი როა იქ სიცილი ზუსტად დოზირებულია. მშრალი იუმორი, არტისტულად ახმოვანებული. და ჩვენთან ერთად, როცა პოდკასტის მიკროფონში ჟღერს, დრო ჩერდება და სამყარო ფერებად იშლება. მაგრამ ყველაზე მთავარი იცი რა არის? მე რომ ვუყვარვარ, გიждდება. აი ძვალში აქვს ჩემი ხტება. მითხრეს ერთხელ ძილში ჩემზე იმღერა ლუდის ბაგრატიონთან და მაშინ ვუთხარი, ნინი ეგ იქ სიყვარული ლექსად უნდა დამთავრდეს. აუ, ეხა მართლა აქო იყო და გვერდიღე შეგასხამდი ამინ. აი ძალიან კაია. ნინი, всё, შენი სახელი არის სამტრედიის მზიანი ვარსკვლავი. და გადაგარქვა. ვიცინეთ გვეყოს, მოვჩით, რაც იყო. მე რაღაცა ისე დამიწერა, შენი აღწერა კი მოვსკენ, მაგრამ შენთანაც შემაერთა რაღაცა, გამაერთიანა ისა, რა ქვია და წავიკითხო? მიდი წაიკითხე. ესე წერია, ჩვენ ორნის სცენარის გარეშე. აი, ვიწყებ. მე ვარ იდია, ქარივით მოტანილი. ნატა კალენდარი ფურცელზე გრაფიკი. მე ვამბობ, ახლა ვქნათ, შუაღამისას ის მიყურებს სად? რა დავწერე, სად გიწერია ეს? კალენდარში. დაიცა. დოსტაი. დოსტაი. ვერ წავიკითხავ. რაღაცა მე ვზარმაცობ. მე ზარმაცობ თავს ბალიშზე, ის უკვე ფაილებს ალაგებს წრფეზე, მე ვამბობ გადავიყვანოთ ფრისტაილში და ეგრევე ვიწვი. კამათიც გვაქვს. კამათიც გვაქვს ხომ არის უნიკალური, მაგრამ ჩვენში შარში ჩაშვება უკვე ბარათი რუტინული. არ გაწובה ეგ-ეგრე, რატო არ გაწובה? ძალიან ის არის, რა ქვია, საოცრება დამიწერა და კაი ბოლოსკენ წავალ, იმიტომ რომ ძალიან დიდი დამიწერა. ერთმა ჩაწერა, მეორემ არ მოჭრა. გააცინა, მეორემ დაიწყო სიბრძნე და ასე არც ერთს ყოფნის ბალანსი, მაგრამ ერთად ვართ იმპროვიზაცია და სტრუქტურა. ნახე როგორ დამიმთავრა. გული გამისხდა მეთქი ბოლომდე არ მქონდა წაკითხული რაღაცების სხვა.
ესე იგი ჩვენი მაყურებლისთვის არის მაგალითი, როგორ უნდა იცოდეს სწორად კითხვის დასმა. მე მგონი ძალიან კარგი დასასრული იქნება. ეს არა სიტყვი. იკლაპებსო. მაისმის ცუდად შედიება. ძალიან კაი იყო დამისრულე გეხვეწები ჰაერზე უნდა გავიდე. დავასრულოთ ამ მხიარულ ნოტაზე, ნინის შემოქმედებითობა ესე გაიფურჩქნა ჩემი აზრით, ანუ AI-მ ძალიან კარგი აქცენტები დაინახა ნინის გამოკიდებულებაში და ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იყო. შენ რას ფიქრობ, მოგეწონა ნინი? გაგვიზიარე. აუ რა ვიცი რაღაც მართლა რა დავწერე ისა რა ქვია. ძალიან easy ტექსტი დავწერე და რაღაცა პორნოგრაფიაში გადამიტანა. ძალიან კაია. ხო, და მაგ არის ძალიან კარგი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კარგი მაგალითი იმისა, კითხვის დასმა როგორ უნდა ვისწავლოთ სწორად. ნინის ბევრი აქვს სამუშაო ჩემი აზრით ამ მიმართულებით. აი, შვენიერი. მე გავერთე. რა სიტყვი? ბოლო წინადადება რაღაცა ხელოვნურ ინტელექტზე, ნინი. ბოლო წინადადება ხელოვნურ ინტელექტზე იქნება ის, რომ ხო, სწორად საკითხის დასმა ძალიან მნიშვნელოვანია, რა. ზოგადად ცხოვრებაში ხო რაღაცა რო გინდა, შენ თავს რო დაუსვა კითხვები, რა გინდა, როგორ გინდა, რანაირად გინდა. ემასი არის ისა რა ქვია, ჩვენი AI-იც, რომ ის შედეგი მიიღო, რაც გსურს რომ მიიღო და შეჯამების სახით რო წავიდეთ, დასაწყისში კი ვთქვი, რომ ცოტა მაშინებს AI-ის ესე მძაფრად შემოსვლაც ჩვენ ცხოვრებაში თქო, მაგრამ ეგეც არ ვიცი, სადაც ბევრი რაღაცა გადავიტანეთ, ამ ტექნოლოგიურ წინსვლებსაც წესით მარტივად გადავაგორებთ. შეჩვევაზეა ყველაფერი ჩემი აზრით და ბევრ რაღაცას ჩაანაცვლებს, რუტინულ სამუშაოებს, ალბათ უფრო დააჩქარებს ჩვენი ცხოვრების ტემპს, მაგრამ რა ვიცი, წესით უფრო საინტერესო უნდა იყოს. აი თუ ვიარსებთ ჩვენი პოდკასტი, თუ იარსება კიდე 5 წლის შემდეგაც, შეგვიძლია ესე 5 წლის შემდეგ კიდე რაღაცა მსგავს ჩავწერო და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ცვლილებები გვექნება. ეხლა ლექს თუ ვაწერინებთ, მერე შეიძლება საოცრებები გაგვიკეთოს. ერთი იმით დავასრულებ მეც, რომ ვინც გვიყურებთ ახლა საინტერესო იდეას მოგაწვით, რაზე შეგიძლიათ დავუწყოთ საუბარი, იმიტომ რომ ძალიან აქტუალურია, აი ნინის შიშებიდან გამომდინარეც რა. რომ კითხეთ, როგორ შეგიძლია გახდე მსოფლიოს ბრძანებელი, ან როგორ შეიძლება აიღო კონტროლი მსოფლიოზე. ხელოვნურ ინტელექტს კითხეთ თვითონ. და ძალიან საინტერესოა, როგორ გესაუბრებათ. მე ვცადე უკვე ამაზე ჩავატარე ექსპერიმენტები და ძალიან ესეთი თავის მართლების რეჟიმშია, რომ მე ეგეთ რაღაცებს არ ვაპირებ. მოკლედ. ხო და ძალიან საინტერესოა, გირჩევთ და მე გაგვიზიარეთ, აბა კომენტარებში თუ გაგვიზიარებთ თქვენს რაღაცა პასუხებს და გამოცდილებებს ამასთან დაკავშირებით სიამოვნებით მოგისმენთ. აბა, კარგად. ჩაო, პაკა, დროებით. შემდეგ შეხვედრამდე. შემდეგ შეხვედრამდე.